სასამართლო პროცესი აქციის პარალელურად არასრულწლოვნების საქმის განხილვა უკვე 1 საათია მიმდინარეობს. პროცესზე ხორავას ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი იკითხება. სასამართლოს ეზოში კი აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით ნუ მომკლავ აღასრულე სამართალი. პროტესტის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. თეონა ხუბულავას ჩავთავთ ახლა სასამართლოდან ღია ეთერში. თეონა, რა ხდება ამ დროისთვის? დღევანდელი სხდომა ლიზა ეს არის შეიძლება ითქვას გამონაკლისი ის მიმდინარეობს საპროტესტო აქციის პარალელურად როგორც აღნიშნე ამ აქციის ორგანიზატორები არიან მოზარდები ისინი არიან მოკლული არასრულწლოვნების თანასკოლელები და ასევე მათთან ერთად აქციის ორგანიზატორი არის მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ისინი ამბობენ რომ გამოძიების დაწყებიდანვე საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გამოიკვეთა ამ საქმეში საკმაოდ ბევრ კითხვაზე ამ დრომდე არ აქვს პასუხი და მოუწოდებენ საგამოძიებო უწყებას და ასევე მოუწოდებენ სასამართლოს ამბობენ რომ საგამოძიებო უწყებაზე შესაძლოა ხორციელდებოდეს ზეწოლა ზაზა სარალიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მოწმეებზე რომლებიც ამ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დაიკითხნენ და განმარტა რომ ამ საქმეზე სიმართლე ამ დრომდე არ არის დადგენილი. დაიკითხა მოწმე იქ მცხოვრები ადამიანები რომელმაც თვალნათლივ განაცხადა რომ ეზოში მდგარი მანქანა, რომელშიც იჯდა მისი მეპატრონე, თვალნათლივ დაინახა ორივე ბავშვი დაჭრილი და დაკოკა მანქანა და გაიქცა. ეს არის უკვე ძალიან დიდი დანაშაული განსაცდელში მიტოვება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია ჯერჯერობით სამართალდამცავებიდან. ასეთი დარღვევები არის ძალიან ბევრი. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები აბსოლუტურად საქმეში, რაც თვლი რომ გამოძიება არასრულად არის ჩატარებული. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სხდომას, დღეს დაიკითხება ბრალდების 5 მოწმე, მათ შორის ჩვენი ინფორმაციით ერთ-ერთი არის კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვანი და გარდა ამისა უკვე სხდომაზე, რომელიც 1 საათზე მეტია მიმდინარეობს, დაიკითხა მოწმე, რომელიც არის ხორავას ქუჩის მაცხოვრებელი. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის აივნიდან მეხუთე სართულიდან დაინახა მომხდარი, თუმცა როგორც ამბობს, არ დაუნახავს კონფლიქტი, დაინახა მხოლოდ დაჭრილი არასრულწლოვანი. ამ ჩვენებებს როგორც იცით დაცვის მხარე არ ენდობა და ისინი ამ დრომდე მიუთითებენ იმაზე რომ გამოძიების ეტაპზე შეცვლილი ჩვენება აქამდე სასამართლოში დაკითხულმა თითქმის ყველა მოწმემ შეცვალა. როდესაც ხმაური შემოგვესვა გავედი აივანზე, ჩემი აივანი არის მეხუთე სართულზე და დავინახე რომ უკვე ბავშვები გადიოდნენ არკიდან. როდესაც მეგონა რომ ყველაფერი უკვე დასრულებული იყო, თუმცა ორ მოზარდ შორის მოხდა ესეთი ჩხუბი, აი თითქოს ერთმანეთს მუშტებს ურტყავდნენ. შემდეგ უკვე მაინტერესებდა კიდევ თუ რამე ხდებოდა, უკვე დავიყვირი, ავიღე ტელეფონი იმისთვის რომ სადღაცას დამერეკა და დავინახე როდესაც ერთი მოზარდი იდგა და ჩაიკეცა. რამოდენიმე მოწმე, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე არის პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობდა კონფლიქტში. ასევე დაიკითხება სხვა პირები, რომლებიც არიან თვითმხილველები აღნიშნული კონფლიქტის. ისინი მიაწვდიან სასამართლოს ინფორმაციას იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მათ ნახეს ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამიტარდა ხორავას ქუჩაზე. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რა თქმა უნდა, თუ დღესაც ბრალდების მხარე წარმოადგენს მნიშვნელოვან მოწმეს, სავარაუდოდ ეს მოწმეც ისევე შეცვლით ჩვენებას, ისევე როგორც ჯერჯერობით დაკითხულმა ყველა მოწმემ შეცვალა გამოძიებაში მოცემული ჩვენება. ვინაიდან გამოძიება არის აბსოლუტურად არასწორად წარმართული, რა თქმა უნდა, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მოწმეები ცვლიან ჩვენებებს. არ არის გამორიცხული რომ ამ აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს, ამაზე აქციის ორგანიზატორები საუბრობენ, რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, უკვე დაახლოებით 1 თვე დარჩა იმისათვის, რომ ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ გამოაცხადოს განაჩენი. მადლობა თეონა, ეს თეონა ხუბულავა იყო ის სასამართლოდან ღია ეთერში საუბრობდა.